მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, რა თქმა უნდა. განსაკუთრებული მადლობა და სალამი ჩემი არხის გამომწერებს და დღეს მოკლედ მინდა შემოგთავაზოთ ეს ტიპის გაშლა. რა ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. მე აქ არ ვტყვი არც პაუზას, არც ვთქვათ ურთიერთობა, თვითონ ტარო მოგვიყვეს რა ურთიერთობაში ხართ, რა ამბავში ხართ და რა სიტუაცია გაქვთ ახლა, ხო? ნახოთ პირველი მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. ვის უყურებთ, რა ხდება მის გონებაში, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის სახლში, თქვენთან დაკავშირებით რა ამბავია, უახლოესი ენერგიები თქვენთან მიმართებაში და არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც მასთან დაკავშირებით ახლა და აქ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ნახოთ ვინ არის, ვის უყურებთ. ხმლების რაინდი, ადამიანი შეიძლება რომელიც ჩუმად გაკვირდებათ და გითვალთვალებთ. ადამიანი ძალიან ჭკვიანი, ოღონდ ძალიან ეჭვიანია, მარტივად ვერავის ენდობა, ოღრუნაბიჯს გადადგამს წინ და 10-ს უკან, 7 ჯერ გაზომერთ ხელგაჭერის პრინციპით რომ ცხოვრობს და მოკლედ არ გამოვრიცხავ ფორმიან ადამიანსაც წარმოადგენდეს, მაგრამ ზედმეტად დაკვირვებული, ზედმეტად ცნობის მოყარე და ყოველთვის წინმავალი, კარგად აღზრდილი, ზრდილობას ვერ დაუწუნებთ, ძალიან მჭერმეტყველი და კარგად მოსაუბრე და ასე ვთქვათ, ისეთი აი საზოგადოებრივი ეტიკეტის და წესების ძალიან კარგად მცოდნე. მის გონებაში რა ხდება, ვნახოთ. ხო, აი მის გონებაში არ ვიცი, ვის აკვირდება, რას აკვირდება, რაღაც პატარა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რაღაცეებს არკვევს, რაღაცეებს აკვირდება და მოკლედ არის აი ამ ამბავში, რაღაცა უნდა გამოიძიოს, გამოირკვიოს და გამოიტანოს დღის სინათლეზე. გულში რა ხდება? გულში ძალიან ემოციურად განადგურებულია, რაღაცეებს ფიქრობს, რომ დამთავრდა, დასრულდა. თითქოს ისეთ პოზიციაშიც თვლის თავს, რომ აგერ თუ ახლა ჯერ არ არის დასრულებული, რაღაცა ისეთი მოხდა მის პირად ცხოვრებაში, რომ წამს დასრულდება ყველაფერი და ბოლოს ვიღაცა ეტყვის, რომ იცი რა შენ სიცოცხლის ღირსი არ ხარ, ხო იცით, საერთოდ დახვრეტაზე უარესი, დახვრეტის მოლოდინია. ძალიან სტაგნაციასა და პესიმისტურ განწყობაშია. სახლში რა ხდება მასთან? სახლში რაღაცა თითქოს აღდგენა მიდის ურთიერთობების. აღდგენას ვერ ვიტყოდი, აი როგორი მომენტი, იცით, ნოსტალგია. რაღაც რო გენატრება წარსულიდან, რაღაცა სუნიელფერი სიტუაცია, აი ეს რაღაცა მომენტები როა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. ბამარო გაქვს ჯერ კიდე ემოციური და ენერგეტიკული ამ ყველაფერთან და რაღაცნაირად აი ბედნიერ ბავშვურ ასე ვთქვათ ენერგიებში რომ გადადიხარ. სახლში რას უკავშირდება ეს ამბავი, აბა გითხარით. მოდით ვნახოთ ეს ვის უკავშირდება ჯერ. ეს ვის უკავშირდება და ხმლების მეფე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ფორმიან ადამიანს უკავშირდებოდეს, თვითონაც ფორმიანია და ესეც ფორმიანი იყოს, ვისაც უყურებს, ან დაგრეული კონდეს ოჯახი ამ ადამიანს, ვისაც აი ეს იმედგაცრუება უკავშირდება. ოღონდ ძალიან სამართლიანი და ძალიან წესიერი ადამიანი უნდა იყოს, ვისაც ფიქრობს, ვინ არის, აბა კიდევ ერთხელ მაჩვენე. ადამიანი რომლისგანაც და ზუსტად აი ეს ანერვიულობს, რომლისგანაც წამოვიდა ჩუმად, რომლისგანაც წამოვიდა უთქმელად. ანუ თავისი საკუთარი დანაშაულის გზნობა ძალიან ანერვიულებს აი ამ ადამიანთან მიმართებაში. აი ეს სახლში, აბა მე ნახე ეს რას ნიშნავს.
ნახეთ როგორი მომენტია ხა გეტყვით ზის და ფიქრობს აქაც ძალიან შიშებშია ძალიან ნერვიულობაშია მის სახლში არ არის ჯანსაღი ემოციური კლიმატი და რატო გეტყვით აი ზუსტად ის წარსული ენატრება როცა ყველაფერი კარგად იყო დღეს უკვე ქრონიკულ ჩამოკიდებულ სიტუაციაში ანუ ქრონიკული ტრანსფორმაცია მიდის და ეს ტრანსფორმაცია ვეღარ დასრულდა სულ შიში აქვს ხვალინდელი დღის რაღაცა თავის ეჭვებშია თავის შექმნილ სცენარებშია აი გეუბნებით დაფარული აქვს ძალიან ბევრი თავის ოჯახში და აი ეს ადამიანი ნამდვილად არ მინდოდა აქვე ვიგრძენი და მე თქვა არ გავასწარი მოვლენებს, მაგრამ აქ ფარული ქალის თემაც არის და სავარაუდოდ ოჯახში ეს თემა გაჟღერებულია. გაჟღერებულია და ამასთან დაკავშირებით არის უსიამოვნებები. ეს კაცი ძალას იკრებს რისთვის? იმისთვის, რომ როგორღაც ეს დაფარული ინფორმაცია ბოლომდე შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ ეს შიშები, ეს გაურკვევლობები ისევ გაურკვევლად დარჩეს და მოკლედ თავს არიდებს ზედმეტ კონფლიქტებს. არ არის ეს ადამიანი კარგად. თავის იმ გარემოში სადაც არის, ხო? ახლა ვნახოთ, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით, ოხო. ნუ სამკუთხედი კლასიკური, თქვენ არ ვიცი, ის მიჩანს, რომ თვითონ წავიდა თავისით. რაღაც პასუხისმგებლობებს ვერ გაუძლო, თქვენ შეიძლება რაღაც თქვენი ულტიმატუმები და პირობები წამოუყენეთ და მან გადაწყვიტა, რომ ეხლა ამისი არც ოფიციალა აქვს, არც ძალა აქვს და არც რესურსი და გაცლა ამჯობი. მომავალი ენერგიები თქვენთან რა იქნება? არაფერი ქმედითი, შეიძლება სიზმრებში გხედავდეთ, ოცნებობდეს, გეგმებს აწყობდეს, მაგრამ თავისთვის. ანუ არაფერი რა, მისი ფანტაზიების მიღმა რეალობას ვერაფერი ვეღარ ეხება. ანუ ვერ ცდება მის ფანტაზიებს ეს სიტუაცია და ნახოთ რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ. რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ვამბობ, ნამდვილად სწორად ვამბობ, ოჯახური სტატუსი ნამდვილად მნიშვნელოვანია აი ის იმიჯი ასე ვთქვათ რაც აი ოჯახი და სტატუსი ზუსტად თქვი ნახეთ რაც ჭირდება იმისთვის რომ გარეთ იყოს აღიარებული გარედან ფასადურად იყოს უძლიერესი მამაკაცი რომელიც არ ვიცი თავისი ოჯახისთვის ნუ ყველაფერს გააკეთებს მიუხედავად იმისა რომ სახლში შეიძლება სულ კონფლიქტები და სულ დაძაბული სიტუაცია გქონდეს და სულ არჩევანი გქონდეს და სხვა გზაც გქონდეს ან სხვა ადამიანი წავდეს მისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ძალიან კარგად ახერხებს ჯერჯერობით манипуляციებს, რომ იქაც კარგი ბიჭი იყოს და აქეთაც კარგი ბიჭი იყოს, ან კარგი გოგო იყოს იქაც და აქაც არა. უი, აი ნახეთ. არც უნდა რომ ბოლომდე გავშიფროთ და ბოლომდე ვისაუბროთ, არ სიამოვნებს მასზე. სხვა შორის აი შეყვარებულების არკანი გადმოვარდა, სამართლიანობის არკანი გადმოვარდა, განდეგილის არკანი გადმოვარდა, ახლა ეს განდეგილშია, იქაც ყველგან განდეგილშია, ახალ შანსებზე ფიქრობს, მაგრამ ჩიხებსა და ბრძოლებშია. ხო, აი ეს არის, რაც შემეძლო მე ამ ადამიანზე აქ და ახლა თქვენთვის მეთქვა. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა ეს უკაცრავად და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვინ არის ეს ადამიანი, ვის უყურებთ? ძალიან კეთილი, ძალიან მსრუნველი, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ხელოვნება, შეიძლება თვითონ გადასერვად ცეკვავდეს, მღეროდეს, არ ვიცი, წერდეს, ნუ ყოველ შემთხვევაში შემოქმედებით საქმიანობასთან ან კავშირში იყოს, ან ძალიან აფასებდეს ადამიანი, რომელიც მიმზიდველია, შესამჩნევია, ფიზიკურადაც და ემოციურადაც და ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის არის აი ესეთი სასიამოვნო და მის გვერდით თუ არ ხართ, აი მონატრება შეიძლება ძალიან ხშირად მოდიოდეს ხოლმე ამ ადამიანის. ნახოთ ახლა რა ხდება მის გონებაში, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის სახლში, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით, უახლოესი ენერგიები თქვენთან მიმართებაში და ის რაც უნდა
იცოდეთ. ვნახოთ რა ხდება მის გონებაში. მის გონებაში სამსჯავროს არკანით რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ციკლის დასრულება მიდის, ასე ვთქვათ, თითქოს ყველა გამოცდა ჩააბარა, თითქოს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ყველაფერზე პასუხი აგო და ახლა ელოდება დამსახურებული მზის ამოსვლას, ხო, ანუ აი დამსახურებულ სიტუაციას, სადაც ამოისუნთქებს, სადაც ასე ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს ეტყვის, რომ იცი რა, შენ დაიმსახურე ის, რომ ბოლოს და ბოლოს იყო ბედნიერი, ბოლოს და ბოლოს იყო დაფასებული და ბოლოს და ბოლოს შენს გვერდით შენს გვერდით არა, შენს გარშემო იყოს ჰარმონია, ხო, სიმშვიდე, სიწყნარე და სამუდამო არაფერია, მოკლედ, ხო, ყველაფერს თავისი ვადა აქვს და აგერ ეს ვადაც ამოიწურა და ახლა ჩემს ცხოვრებაში რაღაც დადებითი ენერგიების პერიოდი მოვიდა. მის გულში რა ხდება? მის გულშიც დიდი ტრანსფორმაციაა. მის გულში ის მიხვდა, რომ რაღაცა წარსული ბოლოს და ბოლოს უნდა წარსულში დატოვოს და ზურგზე მოკიდებული წარსულის გუდით და ხურჯინით ვერ ივლის ყოველთვის, ვნახოთ აბა. ეს რა გადმომიფრინდა, ხო, ის ემოციების, ტკივილიც, გარკვეულწილად, იცით როგორი მომენტი, არ ვიცი, შეიძლება აი ამ მის გულში რა ხდება, ახლა გეტყვით. რაღაც ფინანსურ ნაწილსაც უკავშირდება, სამსახურს უკავშირდება, თითქოს, აი რაღაც ერთი ციკლი დასრულდა მის ცხოვრებაში, გონებაშიც ეს ტრიალებს და ახლისთვის ემზადება, აი ახალი შესაძლებლობებისთვის ემზადება, ის ემოციური ფონი, რაც ქონდა, ხო, რამაც შესაძლოა მის კარიერაზეც ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია, ესეც შეიძლება ბევრზე გადათამაშდეს, სრულდება და აბსოლუტურად ახალი სიტუაციები შემოდის, კი, რომელიც ახალდასაწყის და სიმშვიდეს და ასე ვთქვათ, უფრო მსუბუქ ენერგიებს მოუტანს. ოცნებები სრულდება, ამისი თქმა გინდა, კი, ოცნებები ნამდვილად სრულდება და მის გულში ახლა სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მატერიალურ მომენტებს ეთმობა გონება კარიერისკენ არის, აი რომ გითხრათ, რომ აი იცით როგორი მომენტი მოდის, ქათიანით ასე, აი წარსულში უნდა დავტოვო ჩემი ემოციურობა, ჩემი ნერვები და ენერგია აღარ უნდა მოვახმარო. ანუ ნახეთ, პირადში რაც იქნება, ეხლა მთავარია ჩემთვის კარიერა, მთავარია ჩემთვის ფინანსები, აი ესეთი ენერგიები მოდის. სახლში რა ხდება მასთან ის ვნახოთ. სახლში იმპერატორია. სახლში თვითონ თავისი პატარა იმპერია აქვს, რომელსაც კარგად მართავ, თუ რა ხდება, აბა შენ ხელს გვაჩვენე. კი, მშვენივრად ბავშვები წყავს, არ შეიძლება შვილიშვილები წყავდეს. ეს რა არის კარგი რა. პარალელურია თუ სახლში ყავს ეს ყველაფერი. მანახე. არა მეგობრებო, სახლში აქვს ეს ყველაფერი დალაგებული, სხვა შორის გვერდში ყავს თავისი თასების დედოფალიც, გოგონება თქვენს თავზე ბიჭები უბრალოდ ხო, თუ ყავს ქმარიც, არაფერი, ყველაფერი დამშვიდებული, დაწყნარებული აქვს მშვენიერ ენერგიებშია ყველა მიმართულებით და რაღაცას ჩქარობს. რას ჩქარობს აბა ერთი ეს გვაჩვენე? რა ეჩქარება? Queen of Strengths. მოდი არ დავასწრებ მოვლენებს, აქ რაღაცა ორი ქალია მომდის და აქაც რაღაცა კლასიკი წეღანაც ვთქვი, მაგრამ არა, იხტიბარი არ გავიტეხე და ჯიუტად წავედი, რომ ყავს თქო გვერდით, მაგრამ არა, სახლშიც მაინც მშვენივრად აქვს დალაგებული ყველაფერი, მაგრამ ყავს ადამიანი, რომელიც მისგან შორს არის, რომელიც დღეს მისი ოცნების სფეროა, რომელიც კვერთხების დედოფალია მისთვის. სახლში ყავს ემოციური, თასების დედოფალი, დედა, რომელიც მისთვის აბსოლუტურად კომფორტულია ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ამ ქალს მისი ყველაფერი ესმის და ყველაფერში მის გვერდით დგას, მაგრამ მეორეს მხრივ არის ეს კვერთხების დედოფალი, რომელთანაც მაინც გული მისწევს. ალბათ თქვენთან დაკავშირებით რა ამბავია, აქ და ახლა. ხო, თქვენთან დაკავშირებით ჩახმაურჩახანჯრული ამბავია, თქვენ შეიძლება ბლოკებშიც გყავთ ერთმანეთი, აქ კონტაქტი არ არის, აქ არ არის ურთიერთობა, უახლოესი პერიოდი ზომიერების არკანით,
ანუ ის მეგობრებო, რომ რაღაცა პერიოდი დაკიდებული სიტუაცია გაგრძელდება თქვენს ცხოვრებაში. კი არის დასაწყისის ახალი გამოღვიძების შანსი, კი ბატონო, ნამდვილად არის, მაგრამ ჯერჯერობით ეს კაცი ესე დაგემალებათ. ჯერჯერობით არჩევანის წინაშე იდგება, იმიტომ რომ იმპერატრიცა ამონდის იქ სახლში ვინც ყავს ის ფიგურირებს უფრო პირველი აქ და ახლა თქვენთან დაკავშირებით არა ჯერჯერობით პაუზა გაგრძელდება. ჯერჯერობით იმედგაცრუება გაგრძელდება, რაღაცა ემოციურ დონეზე გაურკვევლობა და ესეც ჩამოუყალიბებელი სიტუაცია და მდგომარეობა აქვს თქვენთან დაკავშირებით. ვერაფერს ვიტყვი აქ საიმედოს. რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? თან თვარის არკანი აქვს, ბევრი რაღაცა თქვენთვისაც დაფარულია და ბევრი რამე თქვენც არ იცით. კვერთხების რაინდი რას ნიშნავს უკაცრავად? ანუ ახლა გეტყვით მეგობრებო. ძალიან დიდი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ ამას მესამე ფრონტზე წყავს ვიღაც. აქაც დაასრულა, იქ ყავს ოჯახი ჩვეულებრივ და იმ ოჯახს არ უღალატებს, მაგრამ ჭირდება ენერგოდონორი, რომელიც ამას ცოტა სხვანაირ ენერგიებში გადაიყვანს და არ გამოვრიცხავ, რომ უკვე იყოს ძიებაში მესამე პირის, ანუ თქვენთან რაღაცა დასმულ წერტილს ვხედავ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იქნება გამოჩენა თქვენთან, არ არის ჯერჯერობით ბოლომდე გაწყვეტილი ურთიერთობა, მაგრამ პარალელურ ურთიერთობასაც ეძებს ეს, იქ თუ იპოვის, თუ არა და ამ შემთხვევაში დარჩება თქვენთან, სწორად მივდივარ, კი ბატონო. მაშინ დაუბრუნდება იმ სტაბილურობას, რაც თქვენთან გქონდა. გეუბნებით, რაღაცნაირად იცით როგორი მომენტი აქვს, ერთ წრეზე დადის ეს კაცი რა, არ შეუძლია, ოჯახის მიღმა ვიღაც უნდა ყავდეს და თქვენ თუ არ იქნებით და თქვენ თუ ვერ გაუგებთ, მაშინ რა პრობლემაა, ვიღაცა სხვას ვიპოვი, ესეთი ენერგიები მომდის. ოჯახში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეტაკლებად ალაგებს ყველაფერს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ იყოს, მაგრამ სულ ჭირდება ვიღაცა სტიმულის და ასე ვთქვათ, ყოველი ახალი დღის გათენებისთვის სიხარულის მიმცემი. იმედია სწორად მივხვდით, რაც თქვი, ანუ სწორად გავაჟღერე უფრო სწორედ მიღებული ინფორმაცია. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისთვის და გემშვიდობებით, ნახვამდის.